გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი აბონენტის ნომერზე დარიცხულ წყალმომარაგების საფასურს არ ეთანხმებით და გსურთ მისი კორექტირება. დარიცხული თანხის კორექტირება შესაძლოა დაგჭირდეთ მაგალითად, თუ ერთ მისამართზე გიფიქსირდებათ ორი აბონენტის ნომერი. ან რეგისტრაციის ცვლილების პერიოდში წყალმომარაგების საფასურის დარიცხვა ხდება როგორც სულადობრივი ტარიფით, ასევე მრიცხველის მონაცემების მიხედვით, ან არასაყოფაცხოვრებო ტარიფიდან საყოფაცხოვრებო ტარიფზე გადასვლის პერიოდში და სხვა. იმისთვის, რომ მოხდეს დარიცხული თანხის კორექტირება, შეგიძლიათ მოუგმართოთ GVP-ის სერვის ცენტრებში შესაბამისი განცხადებით, ან შევსებული განაცხადის ფორმა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე online GVP-G. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ფიზიკური პირის შემთხვევაში. მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მინდობილობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან და საკადასტრო კოდი, ერთ მისამართზე ფიქსირებული ორი აბონენტის შემთხვევაში საჭიროა წარმოადგინოთ ორივე აბონენტის ნომერი. თუ ხართ იურიდიული პირი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან და საკადასტრო კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მინდობილობა, ერთ მისამართზე რეგისტრირებული ორი აბონენტის შემთხვევაში საჭიროა წარმოადგინოთ ორივე აბონენტის ნომერი, საჭიროების შემთხვევაში ასევე დაგჭირდებათ დირექტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მინდობილობა. თანხის კორექტირების მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში აბონენტის ნომერზე დარიცხული თანხა 10 სამუშაო დღის ვადაში დაკორექტირდება.